ჩვენთვის სასურველი არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის სასურველი არის თვითმმართველობის არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ჩვენთვის სასურველია გაჯანსაღება საარჩევნო პირობების და პროცესის საერთოდ, რასაც ვითხოვთ და არც ერთი წამით ეს მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად არ გაჩერებულა, არ შეწყვეტილა. ჩემი პარტიის ლიდერები ამჟამადაც ეხლა იმყოფებიან საზღვარგარეთ და აქვთ საერთაშორისო ვიზიტები, სადაც ორი ძირითადი მოთხოვნაა. თვითმმართველობის არჩევნებზე კი არ ვლაპარაკობთ, საგარეო ველზე. ვლაპარაკობ ბრიუსელში, სტრასბურგში, ლონდონში, ვაშინგტონში ვლაპარაკობთ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტპატიმრების თავისუფლებაზე. უნდა გვესმოდეს მარტივად, როცა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ. ხო, აი ლეგიტიმაციაზე უნდა მეკითხა, იმიტომ რომ ელენე ამაზე ძალიან ისე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ლეგიტიმაციას მიანიჭებს. არალეგიტიმური როგორ გახდა ხელისუფლება? ეროვნულ დონეზე არალეგიტიმური როგორ გახდა ხელისუფლება? ეროვნულ დონეზე ხელისუფლებას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის მანდატებზე ჩვენ კოალიცია ლელომ და ძლიერმა საქართველომ უარი ვთქვით. მათ შორის სხვა კოალიციებმა. პირდაპირ არც დავფიქრებულ ვართ. მე მეორეჯერ მომიწია 3 მანდატი დავთმე 5 წლის განმავლობაში. ერთხელ ბათუმის საკრებულო, ორჯერ საქართველოს პარლამენტი. და გაუგებარია კიდევ რაღაცეები, რომ აქეთ ვიღაცა მეჭვის თვალით მოჭუტული თვალით ჩემო ეს არ ანიჭებს ლეგიტიმაციას, თქვენი ხედვა ასეთია და რატომ? ჩვენ ერთხელ გამოვაცალეთ ეს ლეგიტიმაცია. გამოვაცალეთ 99 კაციანი პარლამენტია. გაყალბების შედეგად შემდგარი 99 კაციანი პარლამენტი და მას არაფერი აღარ მოემატება. სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და ივანიშვილის არ დამარცხდება ამ პროცესში. ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ეროვნულ დონეზე დელეგიტიმირებულ ქართულ ოცნებას აღარაფერი აღარ ეშველება. მათ შორის ეს ჩანს ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებში, რომლებიც ამბობენ, რომ სანამ არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ლეგიტიმურობის პრობლემა ქართულ ოცნებას ექნება. ეს დაიბეჭდა წერტილი, ვერაფერი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას, ვერც სასამართლოში არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორც თქვენ ეძახით, ხო, ქართულ ოცნებას, ხელისუფლებასთან, რომელიც გამყალბებელია არჩევნების მათთან კიდევ ამ პროცესში შესვლა, თუნდაც ამას ადგილობრივი და თვითმმართველობის არჩევნები ერქვას, მოცემულობას არ ცვლის ლევან ირაკი? არ ცვლის მოცემულობას. არ ცვლის ეკა მოცემულობას მარტივ მიზეზს გამო, რომ ისევ 99 კაცი რჩება საქართველოს პარლამენტში. ეროვნულ დონეზე საქართველოს პარლამენტი არის ცვედანი, იმპოტენტი. ქართულ ოცნებას და საქართველოს გაყალბებულ პარლამენტს, არალეგიტიმურ პარლამენტს არაფერი არ ეშველება. ხვალ სულ რა განცხადებაც არ უნდა გავაკეთო, რა ნაბიჯთან უნდა. იქ მოემატება დეპუტატების რაოდენობა. არა, სიათ ჩახსნილი მაქვს, მანდატებიც გამოყვანილი გვყავს. შესაბამისად გამოწვეული გვაქვს. შესაბამისად, საქართველოს ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის ნაწილში ლეგიტიმაციის არანაირი შანსი არ აქვს ახალ საპარლამენტო არჩევნებში. აი თქვენ თქვით, რომ ჩვენი სურვილიო, რა თქმა უნდა, არის ახალი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და მოთხოვნა და ამის ერთგული ვრჩებითო და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა სურვილი და მოთხოვნა მთელი აი ამ თვეების განმავლობაში და უცვლელია ეს ყველაფერი. როგორ ეხმარება და მონაწილეობის მიღება ადგილობრივ არჩევნებში აი ამ პროცესს? ან რატომ შედიხართ ადგილობრივ არჩევნებში თუ არ არის დანიშნული თქვენ არ გაქვთ ეს გადაწყვეტილი, მე არ მინდა რომ რაღაცა შეცდომაში შევიყვანო და არასწორი ინტერპრეტაცია გამომივიდეს, მაგრამ რატომ თანხმდებით მაშინ ადგილობრივ არჩევნებს თუ არ არის ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნები? კი ბატონო. პირველ რიგში ჩვენ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ გვაქვს. ჩვენ ლეგიტიმურად მიგვაჩნია ორივე გზა, ბოიკოტის გზაც და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გზაც. ჩვენი კოლეგებისგან განსხვავებით არ ვიქნებთ რაღაც, არ შპილკაობთ ამ სიტყვას გამოვიყენებ და არ ვეძახით ვიღაც გარიგებული ასე შემდეგ. ვიზე მიუთითებენ გარიგებულს? ხან 9 წლიანი 9 წლიდან 11 წლამდე აქვს საყენებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს. აგერ 20-ში პროცესი აქვს და რა გადაწყვეტილებაც იქნება რეალურად ზურა ჯაფარიძეზე და ვაშაძეზე და სხვებზე, იგივე იქნება მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ხვალინდელი გადაწყვეტილება იქნება გამსაზღვრელი. გადაწყვეტილება იქნება გამსაზღვრელი. ჩვენც იმავე დაჭერის უფრო ვაშაძის ამ შემთხვევაში მამუკაზე და ბადრიზე. რისკის ქვეშ ვართ ჩვენც და ამის არ გვეშილია და წამით არაპირებს არც ერთი ჩვენი ლიდერი უკან დახევას. დაგვიჭერენ, არ დაგვიჭერენ, რა რო დაგვიჭირონ ჩვენ პარტიას აღარ ფუნქციონირებს, არ ვიბრძოლებთ. ჩვენ ხო გვაქვს რაღაც მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული და ეს მიზანი რა ამ ქვეყნის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან. ქვეყნის გათავისუფლება სჭირდება საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნების მიღწევა. ანუ
ამ გზით უფრო ახლოს ვიქნებით საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასთან, ასე ხედავთ, რატომ? მოდი ახლა ეს წავართვა ძალაუფლება ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა გვაქვს. როგორ გესახებათ ამ ძალაუფლების სარწმევა, იმიტომ რომ აი თბილისში გამოვგლიჯოთ, ეს თქვენი სიტყვები გახდა. უნდა მაცადოთ, რომ ეს ჯაჭვი შევკრა. აი თბილისის გამოგლეჯის ამბავი, რა ვთქვი, რომ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ შანსი არსებობს. კი, თბილისის გამოგლეჯის შანსი არსებობს და ამაზე მიუთითებს კვლევა, რომლის მიხედვითაც, აი მე მაგალითად მოტანილი მაქვს საოცარი ციფრებია, უნდა ვთქვათ რა. მე საერთოდ არ მიხარია, რომ ამ მაჩვენებელში მეორე და მესამე ადგილს ვინაწილებთ, სხვა პირველ ადგილზე ვისურვებდი ჩემს კოალიციას. ამ კვლევაში ბევრი საინტერესო საკითხი იყო, მაგრამ ახლა თვითმმართველობაზე თბილისის მაგალითზე გეტყვით, თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, თბილისის მაგალითზე. ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას და პარტიული რეიტინგი ქართულ ოცნებას თბილისში მისცემდა 24% ხმას. 24%. აი დავიწყე მაგალითად კოალიცია ცვლილებებისთვის 20%, 20.6. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 13.9 უკვე აჯობა ქართულ ოცნებას. შემდეგ მოდის გამოგლიჯოთ იმ შემთხვევაში ირაკლი თუ ერთიანად გახვალთ, ხო? ეს მაგაზე მეტყვი. და გახარია საქართველოსი 17.2%. ანუ ჯამურად არის დაახლოებით 65% 24-ზე. თბილისში. მაგრამ ეს ჯამი ხომ არ გამოდის, იმიტომ რომ ისინი თავის აზრზე არიან ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობა. ამიტომაც ვლაპარაკობთ, რომ ეს ხო ბოქსი ხო არ არის, რომ დავანოკაუტოთ ერთმანეთი, არის რომ რაციონალური პროცესი. იაგო კაჭკაჭიშვილი ვინ არის? არის სოციოლოგი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ვენდობით. საერთო ოპოზიციურ კვლევებსაც უკვეთავთ, როცა ცალ-ცალკე უკვეთავთ, ჩვენც იაგო კაჭკაჭიშვილს უკვეთავთ კვლევას და კოალიცია ცვლილებებისთვის იაგო კაჭკაჭიშვილსკვეთავს კვლევას. აი, სადაო გახდა სწორედ ის 54%, რომელიც აი მაგაზე გადავიდეთ, უბრალოდ აი ეს მიმატანინეთ ბოლოს და გადავიდეთ. იაგო მახსნა ეს ყველაფერი. თქვენივე ეთერში ახლა თქვენ გამიკვირდა მე წარდგენას. იმიტომ რომ მისი პოსტი, აი აქ მაქვს მისი პოსტი, მის პოსტში სხვანაირად ეწერა დღეს არა, ზუსტად ისე. როგორ არა გაჩვენეთ. აი მაგალითად მე მოტანილი მაქვს მაჩვენებლები. დასმული შეკითხვა მიიღებთ თუ არა, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა. საქართველოს მასშტაბით 54.5% ამბობს რომ უნდა მიიღონ. უნდა მიიღონ 55%. ოპოზიციური ამომრჩევლის პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველი 54.7 და აქ წინააღმდეგიც არის. ესენი არიან ვინც ამბობენ რომ არა ბოიკოტში უნდა წავიდეთ, არ უნდა მივიღოთ 22.3 23% ფიქრობს. აი ეს მაჩვენებლებია. ის ხალხი ვინც ამბობს არ მიიღონ მონაწილეობა, აი იმ 23%-ია მოქცეული. ეს შეიძლება გაიზარდოს, იმიტომ რომ მაისის კვლევა. ეხლა უკვე ივნისის ნახევარი გავიარეთ და შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ, უარესობისკენ, რა არის უკეთესი და უარესი, არ ვიცით ამის შესახებ. ვარცდები ეს კვლევა იმ დროს არის ჩატარებული, როცა ჯერ კიდე ყველა დაჭერილი არ იყო. მგონი მაგ დროისთვის ირაკლი ოქროაშვილია მხოლოდ დაჭერილი. ზურა ირაკლი ოქროაშვილიც და ზურა ჯაფარიძეც. თუ სწორად ყოველდღე თითო პოლიტპატიმარი ემატება თარიღების მიხედვით თუ სწორად მახსოვს. ამიტომ მაგალითად ის მე დარწმუნებული ვარ რომ გამიზნული ტყუილი არ უთქვამ ჩვენს კოლეგებს, მაგრამ 70% წინააღმდეგია მონაწილეობისო, არ არის სიმართლე. და ყოველი მეორე, ესეც გაიჟღერა ლევან ხაბეიშვილმა თქვა ზუსტად. არ არის სიმართლე, ყოველი მეორე არა. აი 22% ამბობს რომ წინააღმდეგია, 54% ამბობს რომ მომხრეა. როგორ არის ეს ყოველი მეორე? მე დიდი სიამოვნებით შევხვდები ჩვენს კოლეგებს, რომელთა ბრძოლის სურვილში და მიზანში ეჭვი არ გვეპარება. როდის აპირებთ ამ შეხვედრას და აი რატომ იკავებთ ჯერჯერობით თავს? შეხვედრები გქონდა და კიდევ გვექნება. ერთადერთი წუხილი რაზეც გვაქვს არის ის, რომ თავის დროზე როცა პირველად ეს საკითხი წამოწია პოსტივიმ და TV-იმედმა, რომელიც დაგვდევდა ყველა ოპოზიციონერს და აი პირში მიკროფონს გჩრიდა, რომ აბა რას ფიქრობთ თვითმმართველობის არჩევნებზე, აბა რას ფიქრობთ, აბა რას ფიქრობთ. ამ ვითარებაში ვთქვით მაშინ სწორედ ის ფრაზა, რომ სუსის შემოგდებულიაო, ქართული ოცნების შემოგდებული. ოპოზიციონერებზე კი არ გვითქვამს. იმიტომ რომ პირველი ვინც წამოწია იყო პოსტივი და ტელეკომპანია იმედი. მათ გააჩინეს ეს ამბავი. აი ეს საკითხიც რო გადავდოთ, თორე ოპოზიცია. ეხლა რა შეიცვალა, როცა ეხლა გააქტიურეთ თქვენ ეს საკითხი? არც ეგრეთ წოდებულ წელს უკვე დრო დადგა, როდესაც რაღაც ნათელი უნდა გახდეს, მიწახვალთ თუ არა ამ არჩევნებში, რა შეიცვალა? უნდა ითქვას, ეკარო, არც წელს ქვემოთ დარტყმებს ოპოზიციონერ კოლეგებს ხრიდან, ჩვენ არ ვუპასუხებთ, ამაზე მაღლა დავდგებით. პირიქით, ჩვენ საუბრობთ ერთობაზე. ერთობა, ერთიანობა, რომელიც არის ერთადერთი გამოსავალი. ხედავთ ამ ერთიანობის რესურსს. შანსებს ყოველთვის ხედავთ, იმიტომ როცა ვიცი რომ ეს არის სწორი და როცა ამის მე მჯერა, რომ შესაძლებელია დაამარცხო რაღაც ეტაპზე, ვერ დაამარცხებ ქართულ ოცნებას მარნეულში. სამწუხაროდ. არ მინდა რომ ამას კიდე სხვა წინაპირობა დაერქვას, მაგრამ აი
მუნიციპალური არჩევნები გაძლევს შესაძლებლობას, რომ ლოკალურადაც იბრძოლოს. ანუ თბილისში დარწმუნებული ხართ, რომ ერთიანად დაამარცხეთ. მაგრამ მე აი დავსწრებ ამ კითხვა, რომ ამ რესურს რომ ერთიანად გახვიდეთ ამ არჩევნებზე, ხედავთ თქო? ამ ყველა მოსმენის შემდეგ რასაც ვისმენდით. მე ამ შანსებს ხედავ, ამიტომაც ვსაუბრობ, დრო კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი ზუსტად დღეს ორშაბათია 16 4 დღეში მე ეკამიშველაძე ვარ თქვენ ირაკ 4 დღეში შეიძლება მამუკა ხაზარის ბაზი ჯაფარიძე დააკავონ მაგრამ მე არ მგონია რომ ამან შეცვალოს ის ციფრები ის რიცხვები რომელიც ამ კვლევაშია წარმოდგენილი თბილისში მუშაობს ეკა მუნიციპალურ მერიასა და საკრებულოს დაქვემდებარებულ უწყებებში თითქმის 40,000 ადამიანი რომელიც დღეს არის ტყვეობაში, ქართული ოცნების ტყვეობაში. როცა ვლაპარაკობთ, მათ მხარდაჭერა და გათავისუფლება ჭირდებათ. დღეს რომ თბილისის საკრებულო და მერია ოპოზიციური იყოს, არც ერთი ადამიანი არ დაჯარიმდება რუსთავად და სანქცირებულ ნებართვას გასცემ აქციის ჩატარებაზე. ბევრი რაღაცა. კარგი იქნებოდა. ძალიან კარგი იქნება ასე რომ მოხდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს ერთობა არის საჭირო და ერთიანი. როგორ აპირებთ რომ დაარწმუნოთ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები? ბევრი შეხვედრით სად არის ბოლო ზღვარი, როცა აი უკვე მიიღებთ თქვენს გადაწყვეტილებას და ზღვარი არის 4 აგვისტო სამართლებრივად ამ შემთხვევაში, მაგრამ მანამდე გააგრძელებთ ამ საუბრებს. იმედი გვაქვს, რომ დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, მათ შორის სამართლო გადაწყვეტილებებიც იქნება და გავიგებთ ჩვენი კოლეგები, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერები. თქვენ ამ აზრზე რჩებით, მიუხედავად იმისა, რომ რატო იცით? იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ წინააღმდეგ შემთხვევაში 4 ოქტომბრის არჩევნები წავიდა ბოიკოტით. აი ვთქვა, ჩვენ ორივე გზას ლეგიტიმურად მივიჩნევთ. შორის მაგაზე მე დავსვი ეკითხვა და პასუხი გავიდა და 5 ოქტომბერი გათენდა და ამ დროს რა ხდება ეგრეთ წოდებული საკრებულოები ლეგიტიმურია, იმიტომ რომ თავისუფლად თუ არ მონაწილეობ, კონკურენცია თუ არ არის, რაღაც უნდა გაყალბება. ერთადერთი აქტივობაზე იმუშავებ და ისიც ერთი ადამიანი რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა მაინც ჩატარებულად ითვლება არჩევნები და ამ დროს ვაბარებთ ამ ყველაფერს. ჩხოროწყუს, ჩემს უძვირფას კორნელი წურწუმიას, რომელიც ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ჩხოროწყუში და უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური ერთობის, სადაც ნაცმოძრაობაც არის, გახარიაც არის, ახლებიც არიან ყველა. უნდა უთხრა, რომ აი ახლა თქვენ შეიკრიბეთ 4-ვე კოალიცია, ხელები დაიბანეთ და თქვით, რომ ჩხოროწყუში უმრავლესობას აბარებთ ქართულ ოცნებას. და ამ დროს ვინმე მიცის უბრალოდ რამდენი ადამიანი ყავს იქ ოპოზიციურ უმრავლესობას გადარჩენილი, რომ სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინათ, რომ ებრძოლათ, რომ გადარჩენილს ვამბობ, დაცული და აბა თბილისში მოხდეს სხვა. მე 5 ოქტომბერს ვერ ვხედავ ასე, იმიტომ რომ გუშინო 200 დღე შესრულდა საპროტესტო აი ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, მე მეტი სურვილი მაქვს, 5 ოქტომბერსო კი არა და 4 ოქტომბერს პარალელურ რეჟიმში დავდგეთ ყველანი ერთად და დიდი საპროტესტო აქცია. ეს დრო გამოვიყენოთ იმაში, რომ დავარწმუნოთ, ვიმეორებ ახლა მის სიტყვებს, დავარწმუნოთ ადამიანები რეგიონებში, რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ბრძოლის, მოკლედ, ისეთი შეუპოვარი ბრძოლა კიდევ ერთხელ დავიწყოთო. ანუ არ არის ეს მისაღები თქვენთვის ეს არგუმენტი. ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ოპოზიციონერია ოპოზიციურ ველზე, უდიდესი პატივისცემით, მაგრამ სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობა ვერ შეძლო თავისი ლიდერის დახსნა ერთობლივად თუ ამას ამბობ. გავიგე, მაგრამ ერთობლივად რაღაცა სხვა უნდა ეყნობოდეს, მარტო ჩვენს განცდებს ხო არა? ამიტომა სოციოლოგიური ხალხის აზრი, რა არის საზოგადოებრივი ხალხის აზრი, მათაც უნდა ვკითხოთ ეს აზრი, როგორ წარმოუდგენიათ. კიდევ აპირებთ რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ დაიხსნა ციხიდან. როცა აქციები იმართება, რამდენის ჩამოყვანის შესაძლებლობა გვაქვს უცებ ესე ოპოზიციას, არ არის ეს ის სახარბიელო ციფრები, რომელიც შეიძლება იყოს ბოლო თვეების განმავლობაში უნდა ითქვას, რომ რეგიონებიდან ჩვენ ხალხი არ ჩამოგვიყვანია. ხალხის განწყობა კიდევ არის შესამოწმებელი, როგორ ფიქრობთ, აი მას შემდეგ რაც ლიდერების უმრავლესობა შეგვიძლია გადავამოწმოთ, ერთობლივი კვლევა შეგვიძლია დაუკვეთოთ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ მზად ვართ რესურსულადაც დაიხარჯოს ჩვენი ლიდერები, მათ შორის არ ერიდებიან ამას, ჩვენი პარტია, ჩვენი გულშემატკივრები, დონორები, მზად არიან რომ ამ პროცესში ვიყოთ. ჩვენთვის არ არის პრინციპული, არც ის კამი ნეიტრალური იქნება კანდიდატი თუ არაფერს არ უყურებთ ამას. ვამბობთ, რომ არ დაუთმოთ არც ერთი
მაგალითად რუსთაველის გამზირი არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ველი და ძალიან მიხარია ხოლმე რუსთაველის გამზირის მიღმა, აი ვაჟაფშაველას გამზირზე რომ მოხდა პროტესტი, კოსტავაზე რომ მოხდა, მაგრამ წარმოიდგინეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რო ავიღოთ 3000 ბრძოლის ველი, 3000 საარჩევნოებანი, სადაც შეგვიძლია ვიბრძოლოთ. და მეორეა, რასაც ამბობენ აი ადამიანები, ვისთანაც ჩვენც გვაქვს ხო კონტაქტი, იგივე პროტესტში მყოფი ადამიანები, იგივე პოლიტპატიმრების მშობლები. მე ვიცი რომ თქვენ რამდენ შეხვედრა გქონდათ მათთან, მათი განწყობა როგორია? მოახერხეთ მათი დარწმუნება, მოახერხეთ რომ უკეთესი გზა არის თვითმმართველობის არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობის. მხოლოდ ერთადერთს ვიტყვი, ეს არ იყო მედიური შეხვედრები, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ერთმანეთს მოусმინეთ და რა თქმა უნდა ყველგან ჟღერდება თავარი ფრაზა ეგა, რასაც ჩვენც ვამბობთ. ერთობა და ერთიანობა პროცესში არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი წარმატების მისაღწევად. იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა, ბოიკოტი თუ ამავდროულად. თუმცა აქ რაღაცა სტრატეგიულ სიჯიუტეზე კი არ უნდა იყოს საქმე დასული, არამედ სტრატეგიულ გონიერებაზე. ჩვენ კომპრომისებისთვის მზად ვართ. მზად ვართ კომპრომისებისთვის ხართ, მაინც მზად. აი რა არის ის რასაც თქვენ ეძახით კომპრომისს. ისეთი სტრატეგია შევარჩიოთ, სადაც ბრძოლაზე არ ვიტყვი თუ არს, მათ შორის ამ ველზე შესვით, რომ შევიდეთ და იქ დავანგრიოთ. მე მომწონს ხოლმე ჩემი წინა გამომსვლელი რო ამბობს ხოლმე რომ აი შევიდეთ დავამტრიოთ, ხო? შევიდეთ დავამტრიოთ. ვიბრძოლოთ, მაგრამ არ მინდა იმ მოცემულობაში ვიყო ერთ-ერთ ქართულ მხატვრულ ძალიან კარგ ფილმში როა რომ მიწას რო ყურს ადებენ და აი რევოლუცია მოდის. გაყალბებაზე სად არის ეს რევოლუცია? გაყალბებაზე რომელზეც თუ არ არის, მაშინ ყველგან შევიდეთ და ყველგან ვიბრძოლოთ. ერთი გოჯი, მისხალი არ უნდა დავუტოვოთ და სხვათა შორის ნიკა გვარამია მე ძალიან სწორი რაღაც თქვა, როცა შედიოდა სააპატიმროში, რომ მე ქართული ოცნების უკანონო უსამართლო კანონებს კი არ ვემორჩილებიო, საქართველოს კონსტიტუციას ვემორჩილებიო. ჩვენც ეგ არგუმენტი გვაქვს, საქართველოს კონსტიტუციას ვემორჩილებით, როცა ვამბობთ, რომ არჩევნები არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რადგან ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტის დასკვნებში და რეზოლუციებში არის შესაძლებლობა და გამოიყენე და დათქმა გააკეთეს ერთიანობის პირობებში გამოიყენე. მე ეს ინტერპრეტაციის საგანი გახდა, ამას ვეძახი მე შპილკაობას, რომ ბოიკოტში ერთიანობა თუ არჩევნებში ერთიანობა. სინამდვილეში ერთიანობა მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში თუ მოხდა ისე და თქვენ მოახერხეთ თქვენი კოლეგების დარწმუნება და მართლაც გახვედით ასე ერთიანად არჩევნებში, როგორ იბრძვით გაყალბების წინააღმდეგ. ყველა მეთოდით რაც გაგვაჩნია, აგვიგრძალეს გადაღება, გადავიღებთ, ბევრი დამკვირვებლით ვიქნებით შესული, ვიქნებით ბევრი კომისიის. დამკვირვებლები, რომლებიც ასევე შეზღუდულია. კი, შეზღუდულია, სადამდე გვექნება შესაძლებლობა, გადავიღებთ კიდევაც, გამოგვაგდებენ კიდევ თავიდან მეორე დამკვირვებელს შევიდეთ. ვინმეს თუ გონია რომ ქართულ ოცნებას რამეს დაუთმობს, მის ხალხს არ დაუთმობთ. მე-7 წელი დაიწყო ლელოს არსებობა. ქართული ოცნება დაგითმობთ. არაფერს არ დაგვითმობს, იცით მე რა არ მგონია ეკა. მე არ მგონია რომ მათ შორის ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციონერებმა ესეთ რაღაც თქვა. ჯერ ჩამოიშალოს ქართული ოცნება, სუსის ხელმძღვანელად დანიშნოს ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი კუპრაძე დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ, შსს მინისტრად დანიშნოს ელენე ხოშტარია, ამას რომ გააკეთებს, მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ეხლა ესე თუ ბიზინა ივანიშვილი, რომელმაც სხვათა შორის 4 თვის წინ 9 მილიარდი დოლარის ნამუშევრები შემოიტანა ამ ქვეყანაში, ვინმე ფიქრობს რომ ესე მარტივად აპირებს დათმობას, რომ ესე ლანგარდზე გადმოდგეს დღეს გაიღვიძებს, რომ აღარ უნდა რა ეს დიქტატორი იყოს, პრორუსი დიქტატორი იყო, აღარ უნდა და გადაწყვეტს რომ ჩამოშალოს, გადმოგვაბაროს ნეიტრალური ცესკო ასე შემდეგ. ასე მიამიტურად არ ამგონია. აბა ახლა ჩამოშლა რას ქვია? ჩამოიშალოთ მე, რა ჩამოშლის? თუ ჩვენ არ მივცხეთ და ძალაუფლება არ გამოვაცალეთ, ჩვენ უნდა ჩამოვშალოთ და ამ ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის ის, რომ იქ სადაც შენ შეგიძლია, თქვა თვითმმართველობის არჩევნები იძლევა ამ შესაძლებლობას, ლოკალურად გამარჯვების შესაძლებლობა. ანუ თქვენ ამაში ხედავთ შესაძლებლობას, რომ ბრძოლა გახდეს საპარლამენტო არჩევნებს. და ახალი სუნთქვა გაიხსნას. რა თქმა უნდა, დააჩქარებს საპარლამენტო არჩევნებს. ეს დააჩქარებს პოლიტპატიმრების თავისუფლებას, იმიტომ რომ მე მინდა რომ პოლიტპატიმრები და ვითხოვ და ვიბრძვი რომ პოლიტპატიმრები თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ესე მოთხოვნა რომ აბა გაათავისუფლე, არ გაათავისუფლე, მათე დევიზის უმძიმესი დანაშაულებული გადაწყვეტილება სწორედ ამის სიგნალი იყო. ისინი არ გაათავისუფლდნენ.
პოლიტპატიმრების თავისუფლება პირდაპირ ბმაშია ივანიშვილის ხელისუფლების ჩამომხობასთან და შეცვლასთან. სხვა გზა არ არსებობს. ჯერ პოლიტპატიმრები გაათავისუფლე და მე არჩევნები ჩანიშნე. მამუკა ხაზარაძის პოსტი წამომეწია და მე დავსო ბოლო კითხვას. მოდი წავიკითხოთ. მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს თბილისიდან. ეს უნდა იყოს ზეპარტიული, თავდადებული ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებად. თბილისი ყოველთვის იყო ქვეყანაში, ყველა ცვლილებისა და განვითარების ავანგარდში, ასე იყო ისტორიულად, ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც. დიახ, რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს. ამისთვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა, შტაბი, ეს ახალია რაღაც, იმ საპროტესტო თბილისისგან, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესტო ხმა, ვისაც აღარ უნდა რუსულ რეჟიმში ცხოვრება, რომელიც უკვე 200 დღეა ქუჩაში დგას და იბრძვის. თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი, მაგალითი ისტორიული ბრძოლისა, სადაც ყველა ჩვენი მოქალაქე აჩვენებს, რომ სწორედ ამ ბრძოლას მოვიგებთ, სადაც ვიცით, რომ ბიძინას გაყალბების გეგმას შეგვიძლია მოვუგოთ, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ უფრო ბევრნი ვარ და ვიბრძოლებთ ყველა უბანზე თითოეული ხმისთვის, მით უმეტეს ყველას გვახსოვს, რომ თბილისში მასიური გაყალბების პირობებში 2024 წელს ოპოზიციურმა ხმამ გაიმარჯვა და დედაქალაქში არჩევნები მოგებული გვაქვს. არ შეიძლება ამ გამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა, ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა. დღეს ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა, ამ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ. ქუჩის პროტესტის პარალელურად ოკუპაციასთან ბრძოლა ყველგან უნდა გავმართოთ. თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა და ეს საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული, ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით თავისი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი. მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის, ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ. მოკლედ გრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონი მთავარი უკვე არა გავაგზავნებ, მე და ვიბრძოლებ, მე და ჩემი თანაპარტიელები არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანდატებისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დეოკუპაციისთვის, რასაც რუსული რეჟიმისგან დედაქალაქის გათავისუფლებით დავიწყებთ და ეს წალღა მთელ საქართველოს მოიცავს. ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციისთვის, სახალხო ბრძოლა თბილისისთვის, ბევრნი ვართ, ვინც რუსულ რეჟიმს არ ეგუება, ამიტომ ბევრნი გამოვიდეთ და ყველა შესაძლო უსამართლობას და გაყალბებას ადგილზე გავცეთ პასუხი და ჩავშალოთ გაყალბების ყველა მცდელობა, თუ საჭიროა არჩევნებიც, ანუ არჩევნების ჩაშლაზეც ძალიან საინტერესო პოსტია. ტოტალური გაყალბების მიუხედავად, ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ივანიშვილის რეალური სახე, მივახციეთ მისი მთავრობის საერთაშორისო არაღიარებას, ვაქციეთ არალეგიტიმურად და ქმედუუნაროდ, დავტოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე, იგივე ბრძოლა უნდა გავიაროთ და არაღიარებული და ქმედუუნაროდ დავტოვოთ ახლა უკვე ქალაქების, სოფლების და მუნიციპალიტეტების დონეზე. ამისთვის ღირს ბრძოლაო, წერს მამუკა ხაზარაძე. ამავე დროს მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება ბრძოლა ბოლომდე ყველა ფრონტზე. ძალიან საინტერესო პოსტია ეს, კარგია რომ წამომეწია და ჩამიგდო ჩემო პროდიუსერმა. იმიტომ რომ აქ ბევრი სიახლე მოვისმინე და წავიკითხე, გავიგე ბევრი სიახლე. ის რომ არაპირებთ თურმე, ანუ მზად ხართ იმისთვის რომ არ მიიღოთ პოლიტიკურად მონაწილეობა, ხო, პარტიულად უпростоრეთ მონაწილეობა, რომ დაკომპლექტდეს. ბრძოლა იყოს ერთიანი. ნებისმიერი მზაობა გვაქვს იმისა, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ნეიტრალური პლატფორმა. მზაობა გვაქვს იმაზე, რომ იყოს სრულიად განსხვავებული საარჩევნო ნომერი. ეს არ
იყოს პარტიული ბრძოლა, არამედ იყოს ეროვნული ბრძოლა რუსებისგან ამ ქვეყნის დეოკუპაციის. ჩვენ გვექნება ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, შესაძლოა ეროვნულ დონეზე გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, მათ შორის აფხაზეთი, ცხინვალი დეოკუპაციის პროცესი შედგეს, გაერთიანების პროცესი ეს მოთელილი გაქვთ უკვე რას ახლა წავიკითხეთ. კიდე ძალიან რა თქმა უნდა ჩვენ ესე ვღებულობთ მოთელილი გაქვთ თუ არა მათთან ვისაც ხვდებოდით ამ დრომდე. ხა პოლიტიკური პარტიებისთვის ეს სიახლეა. ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა შეხვედრები იყო, შეხვედრები კიდევ იქნება, უნდა გვესმოდეს ერთი რამ. ჩვენ ვართ მზად რომ იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატები, ჩვენ ვართ მზად რომ ახალი საარჩევნო ნომერი იყოს, ახალი პოლიტიკური პლატფორმა არსებობდეს, მზად ვართ რომ ჩვენი პარტიული რესურსი მოვახმაროთ იმ მაგარი გოგო ბიჭების გაძლიერებას, რომლებიც რუსთაველის გამზირდეთ დგანან. ჩემს გაძლიერებას კი არა. ან თუნდაც ჩემ გვერდით ძალიან მაგარი ბიჭების თაზო დათუნაშვილის, საბა ბუაძის, გრიგოლ გეგელიას გაძლიერება. არა, მათ გაძლიერება ჩვენ ვივშრომებთ იმისთვის, რომ მათ შეძლონ პირველ რიგში იმ ბერკეტის აღება, რომელიც ივანიშვილს დაასაჭურისებს უკვე მუნიციპალურ დონეზე. ჩვენ ივანიშვილი დავასაჭურისეთ ეროვნულ დონეზე, როცა პარლამენტიდან გამოვედით და დავტოვეთ ლეგიტიმაციის გარეშე და მზად ვართ რომ ეს გავაკეთოთ მუნიციპალურ დონეზე. ამ პროცესში ერთადერთი რაც გვჭირდება არის ერთობა. ეს კომპრომისები, სადაც ვამბობთ რომ არც ჩემი ნომერი მაინტერესებს, არაფერი არც კანდიდატი მაინტერესებს, არაფერი. ეხლა მთავარია რომ ეს ერთობა შევქმნათ, დავიჯეროთ საკუთარი თავის და არა იმის მხოლოდ რომ პოლიტიკა მარტო ძალა არ არის. პოლიტიკა არის ძალაც და სტრატეგიაც ერთად. მესმის საინტერესო შეთავაზება ნამდვილად და მსჯელობა ამაზე ნამდვილად ღირს და დარწმუნებული ვარ რომ ამაზე შედგება მეორე ტალღა დაიწყება რომ ნუ ბედა უმსჯელობა ერთი კითხვაც ეს ბოლო კითხვა და მიპასუხეთ თუ მოხდა ისე რომ ვერ შეჯერდით და ანუ თქვენ გადაწყვეტეთ მიღება მონაწილეობის დანარჩენები დარჩნენ საკუთარ აზრზე ამ შემთხვევაში ანუ უბრალოდ თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ ვერ მოახერხეთ მათი დარწმუნება მიიღებთ თქვენ მაინც არ განვიხილავთ ამ ვერსიას მარტივი მიზეზის არ ვუშვებთ ამ ვერსიას იმიტომ რომ კეთილი უნდა ვინებოთ ყველამ მეც ჩემმა კოლეგებმაც სხვა ოპოზიციურმა კოლეგებმაც და უნდა ვეძებოთ კომპრომისები ერთობისთვის ერთობის და ერთიანობის გარეშე ხელისუფლების შეცვლა იქნება შეუძლებელი. ანუ ჯერ არ მაძლევთ ამაზე პასუხს. არ ვაპირებთ ამის დაშვებას საერთოდ. არა, როგორ არ აპირებთ, ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გავიგე, მაგრამ დაუშვათ ვერ დაარწმუნეთ ეს ადამიანები, თქვენ გახვალთ მაინც არჩევნებში. სანამ მე ეს მიზანი მაქვს, სანამ მინიმალური მეც ჩემი გუნდი ხედავს, რომ აი ესეთი კომპრომისების ფონზე, სადაც ბრძოლაშიც ვართ, მანდატებით დავთმეთ. მზად ვართ ჩვენი რესურსი, ფინანსური, ადამიანური, პარტიული, საგარეო კონტაქტები, ყველაფერი ჩავდოთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში ეს მსჯელობა იქნება ლეგიტიმური, ეს მსჯელობა იქნება სწორი, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრებისგან უნდა დაველოდოთ ახლა შეთავაზებას, რომ შევიდეთ ამაში და როგორც ჩემი კოლეგები თქვენ, დავანგრიოთ ქართული ოცნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით იმ ფილმის პერსონაჟები, რომლებიც ყურს დავადებთ მიწას და ვიოცნებებთ, რომ აბა რევოლუცია მოდის. კარგი, ირაკი. ამ ეს ხელისუფლება იმსახურებს მშვიდობიან რევოლუციას, 100% თამაში დარწმუნებული ვარ, იმსახურებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეპოვოთ ვეძებოთ ყველა ის შესაძლო გზა, რომელიც ცვლილებასთან მიგვიყვანს სწრაფად და მინდა მშვიდობიანი რევოლუციის გზა არის პრინციპში, რაც ახლა წავიკითხე, მაგრამ მინდა გამოეხმაურო ზურა ჯაფარიძეს, რომელიც წერილის დღეს წავიკითხე, ზურა გამორჩეულად ჩემთვის პატივს ამ წერილში საუბარია ზუსტად იმაზე, რატომ არ სურთ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის. ზუსტად ამას გულისხმობ, ოღონდ ფორმა კომუნიკაციის ფორმა არის უმნიშვნელოვანესი და ზურა ჯაფარიძე ის ადამიანი, რომელსაც სწორად ესმის ერთობის მნიშვნელობა, სწორად ესმის ბრძოლის თუნდაც განსხვავებული სტრატეგიის მნიშვნელობა და აქვს ის მორალური უპირატესობა, რომელთაც შეუძლია მარტივად თქვას, რომ ვისაუბროთ და ერთმანეთს იარლიყები არ მივაკროთ. ოღონდ ასევე ამ კითხვას სვავს, რომ დანარჩენი ყველაფერი სხვა თუ იყო ცირკი, სასამართლო, საპარლამენტო არჩევნები, კომისია და ასე შემდეგ, ეს რატომ არა? ეს არ არის ცირკიო, აი ასეთი კითხვა აქვს ამ წერილში. ზურას არ უპასუხებ ამაზე, ერთადერთი უპასუხებ იმას, რომ ჩვენ ვიბრძვით ყველგან. მათ შორის სასამართლოში, საიას ადვოკატები რომ მიყვებიან და გვიცავენ, მანდაც ვიბრძვით. მურუსიძის სასამართლოშიც ვიბრძვით. მურუსიძის სასამართლოში წულუკიანის დაბარებას რო ითხოვდა მამუკა ხაზარაძე, ესეც ბრძოლა, ყველაფერი ბრძოლაა და მე არ მგონია, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამს რუსს
და ნაძირალას უნდა გავატანოთ ეს ქვეყანა. უნდა შევძლოთ ერთობა და როგორც მივატოვეთ საკუთარი მანდატების ამარა დელეგიტიმირებული დავტოვეთ პარლამენტი, თუ საჭირო გახდება საკრებულოებსაც დავტოვებთ. რა ვეხ მეოთხე მანდატი შეიძლება მივამატოთ დატოვებ. რამდენჯერაც საინტერესო რამეები მოვისმინე ნამდვილად დღეს. 5 წლის განმავლობაში 3 მანდატი დავთ მე. მამუკა ხაზარმა 2 მანდატი დათმო. 11 წლიანი მუხლი ემუქრებოდა. 11 წლიანი მუხლი და ვინმე მე უნდა ვთქვა ეს რა გულწრფელად რომ ეხლა რო ვიღაცები შემოგხედავენ და ეს რომ თქვენ ხომ არ გარიგდით ვის უნდა გაურიგდე ვის ამაში გვაქვს სისხლი ჩანთხეული ჩვენ მეგობარი ვეფხია კასრაძე ვასილ კაძელაშვილი ციხეში ზის ლუკა ნაცვლიშვილი ახლა გამოვიდა საპატიმროდან ხვალ შეიძლება მამუკა ხაზარი და ბადრი ჯაფარიძე დაიჭიროს ზუსტად 4 დღეში დასკვნითი სხდომაა და თუ ვინმე შეეშინდება იმისა რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება და ერთ დეტალს ვთქვი შეკითხვა მაქვს რა რომელსაც სამწუხაროდ არ სვამენ საჯარო სივრცეში ბოდი მონატრებული მაქვს თქვენთან ეთერი მოსულიყავით მე შეკითხვა რომ რატომ გადადო ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვა არჩევნების შემდეგ თქვენ როგორ ფიქრობთ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში იმიტომ რომ ბოიკოტი არის რეალურად თვით აკრძალვა პარტიების და ქართულ ოცნებას ახლა უნდა და ჩვენი აკრძალვა არა რომ გაიძულოთ რომ შეხვიდეთ არა მარტო იმით თუ უნდა და რომ შევსულიყავით არჩევნებში პოლიტპატიმრება და არ აქცევდა პოლიტიკურ ლიდერებს ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ არჩევნებში შეგიყვანოს ეს არის ზეწოლის ფორმა რისი ზეწოლის ფორმა რომ დამიჭირე ციხეში ჩამსვი და მე არჩევნებში შევიდე ვერ დავასრულებთ ამ საუბარს ვატყობთ მოდი დავასრულოთ იმიტომ რომ ყველანაირი